მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ ამ თემაზე გავაგრძელებ საუბარს თამარ მეფის აკლდამა. თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით მე დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებ თუ რატო უნდა გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა და ვინ უნდა გახსნას თამარ მეფის აკლდამა. ვინ შეძლებს თამარ მეფის აკლდამის გახსნას. ამასთანავე მოგახსენებთ თუ რა ვითარებაში ვართ ახლა დღეს ჩვენ. მივიდა თუ არა გზავნილი ილია მეორესთან, სად გაიჭედა გზავნილი და ასე შემდეგ. მოგესალმებით ყველას, ვინც შემომიერთდებით, ძალიან გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო, რადგან ყველა მოყურებს ამ საკითხს. მე ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სანამ ყველა არ გაიგებს თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით თუ სად იმყოფება, მანამდე თამარ მეფის აკლდამა არ გაიხსნება. მანამდე მე მინდა ეს პოსტი დაგიპოსტოთ, რომელიც ამ დღეებში გავაჟღერე. და ვთქვი, რომ ილია მეორეს ორ თვეში გაიყვანენ მის ბოლო სიტყვას, ანუ ანდერც ვინც გააყალბებს, ან ეცდება მის გაყალბებას დედაბუდიანა ამოწყდება და გაქრება მისი სულიც. ამ პოსტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კომენტარი წამოვიდა, თუ რატომ მიწყევლები კუდიანი დედაბერისავით და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ ამ პოსტზე საერთოდ არავინ არაფერს არ იწყევლება. აქ არის გაფრთხილება იმისა, თუ ვინც გააყალბებს ილია მეორის ანდერს, მისი სული ამოწყდება დედაბუდიანა გაქრება და მისი შთამომავლობა ამოწყდება. ეს არის სრული გაფრთხილება ზეციდან და არანაირი წყევლა, მეგობრებო. გაფრთხილება. ანუ წინასწარ აფრთხილებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეს აქვს ჩაფიქრებული, მიუხედავად იმისა, რომ ინტუიციიდან გამომდინარე ორ თვეში უკვე გაიყვანენ ამ ადამიანს, სამი თვე მივცეთ. ორ თვე ნახევარში ესე და ეს სასიხარულო ამბავი როგორ გითხრათ, არც სასიხარულოა და არც საწყენი არის, უბრალოდ მე გეტყვით იმას, რაც უნდა მოხდეს. არც წინასწარმეტყველებ, არც ვინმე სულებს ვეკითხები, გეუბნებით იმას, რაც ინტუიციურად მოდის ჩემთან. ინტუიციურად რა მოდის ახლა ჩემთან, თუ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ილია მეორეს ანდერძი, რომელიც არის უკვე გამოთქმული, უკვე დაბარებული და რომელსაც ეწინააღმდეგებიან აი ის ცხრათავიანი დევები, რომლებიც წინ აღუდგებიან ჩვენს შეხვედრას და რომელთაც ჩაფიქრებული აქვთ, რომ გააყალბონ ილია მეორის ანდერძი, მინდა გითხრათ, რომ ყოველივე ის საკითხი, თუ კი ისინი გააყალბებენ ილია მეორის ანდერძს, რაც ილია მეორის სულის გადასარჩენად მოხდა იმისათვის, რომ მას გაეკეთებინა თავის საქმე და ამას ვინც ხელის შეუშალა, ან უშლის ხელს, ან შეუშლის ხელს, აი სწორედ ილია მეორის სულს რაც უნდა დამართნოდა, ის მოუვათ იმათ, ვინც ამას შეუშლის ხელს. ეს არის გაფრთხილება უბრალოდ ზეციდან და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საკითხში მონაწილეობს, რა თქმა უნდა, აეწება ერთი ადგილი, რა თქმა უნდა, იფიქრებს, რომ ვიღაცა ცუდს უსურვებს ვინმეს და სინამდვილეში პირიქით არის ყველაფერი, მეგობრებო. პირიქით როგორ არის ყველაფერი? ახლა მე გეტყვით ერთ რამეს. თამარ მეფის აკლდამა, რომელიც იმყოფება უშგულის მაცხოვრის ეკლესიაში, არა შუა ეკლესიაში, არამედ ამ ეკლესიას აქვს შესასვლელი, ამ ეკლესიას აქვს აკლდამა და ამ აკლდამაში შესასვლელი იციან მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომელიც ერკვევა სიტყვის არსში. გაიხსენეთ თამარ მეფის ორი მოხმის ლექსი, სადაც წერია, რომ ის, ვინც პოვებს და შემოდგავს ჩემს აკლდამასთან ფეხს, ის არის სიტყვა. 2017 წელს უშიშროება, ასევე საპატრიარქო იყო ასული ამ მაცხოვრის ეკლესიაში, რამე თუ ხმა გავარდა ამ თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით, უარეს და კვერცხს შესასვლელი ვერ მოუძებნეს, მეგობრებო. კვერცხთან შესასვლელი, ვამბობ კვერცხში შესასვლელი, იმიტომ რომ კვერცხს შესასვლელი რომ მოუძებნო, მართლა ძალიან გენიოსი უნდა იყო. ისე რომ არ დაინგრეს, არ გაფუჭდეს და არ შეცვალოს თავისი ფერი. კვერცხს რომ შესასვლელი მოუძებნო, უნდა იცოდეს სიტყვის არსის მნიშვნელობა, მეგობრებო. თუ სიტყვის არსის მნიშვნელობა არ იცი, აი ესე როგორც ესე მიადგნენ 2017 წელს ბეცებივით
თუნდ უშიშროება, თუნდ საპატრიარქოს ხალხი, რა თქმა უნდა შესასვლელი ვერ იპოვეს. ამიტომ ეს ეკლესია დალუქეს და დღემდე დალუქულია. შიგნით თუ გარეთ აქვს დაახლოებით 8 ბოქლომი. არ არის სასაცილო ეს ამბავი, მეგობრებო. მე გამესინა უბრალოდ იმ ამბავზე, რომ 8 ბოქლომის მეშვეობით თამარ მეფის აკლდამასთან შესასვლელს ვერც სულიწმინდას აუკრძალავ, თუ სულიწმინდას მისი გაღება სურს და ვერც მამაზე ციერს. აქედან გამომდინარე ადამიანური მოკლე ჭუის მაქმანებით ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ 8 ბოქლომი შეაჩერებს სულიწმინდას ამ აკლდამასთან შესვლა თუ უნდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის აკლდამაში 2 მღვდელი, განდობილი მღვდელი შევიდა და პარაკლისი ჩაატარა. თამარ მეფის აკლდამასთან. არა ზემოდან, არა იქ, სადაც თამარ მეფის აკლდამაა. ამ 2 განდობილმა ბერმა იცოდა სიტყვის არსის მნიშვნელობის და იცოდა თუ როგორ უნდა შესულიყო თამარ მეფის აკლდამაში. მიუხედავად ამისა, ამ 2 ბერმა როგორც ჩანს აღარ გაანდო სხვა ადამიანებს, რამე თუ ვერ ნახეს სანდო ადამიანები, იმისათვის რომ გაენდოთ ეს ამბავი და თავისთან წაიღეს ასე საიდუმლოდ. ადამიანებს, რომელსაც ეს წერილი აქვთ განდობილობის დონეზე, ვერც მათ მონახეს და ვერც ისინი შეძლებენ ამ აკლდამაში შესვლას, თუ კი ისინი არ ერკვევიან სიტყვის არსში. სიტყვის არსში, რომელი ადამიანს ერკვევა, ან რომელ ადამიანსაც ეს ამბავი ანდერძად დარჩა, სიტყვა სიტყვით აღწერით თუ როგორ უნდა შევიდეს აკლდამაში, ამ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ ამ აკლდამაში შესვლა. და მინდა გითხრათ, რომ როდესაც უშიშროებამ და საპატრიარქომ ეს მაცხოვრის ეკლესია დალუქა, მათ დალუქეს ის განძი, რომელი განძიც კაცობრიობას მაშინ უნდა გახსნოდა, როდესაც საქართველოს გაუჭირდებოდა და სხვა გზა აღარ იქნებოდა გადარჩენისთვის. და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით ჩვენი საქართველოს ბედი არის ძალიან ცუდ დღეში. მაშასადამე ყველამ თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თამარ მეფის აკლდამა უნდა გაიხსნას, მაგრამ არ იცის როგორ და არც უნდას თავისი ძალაუფლების გადაბარება იმ ადამიანზე, ვინც არის სიტყვის ძალა. ვინც არის სიტყვა, როგორც თამარ მეფემ დაიბარა. არ უნდა, რადგან მას ძალაუფლება იმდენად უყვარს, რომ თვით ქრისტეც კი გაიმეტა, თავისი შვილიც კი გაიმეტა იმისათვის, რომ ძალაუფლება არ დაეკარგა. მე საუბარი მაქვს ახლა, მეგობრებო, მამა ღმერთზე, რომელ მამა ღმერთსაც ილია მეორემ ელ იახვე უწოდა. მე საუბარი მაქვს სწორედ მაგ მამა ღმერთზე, რომელ მამა ღმერთსაც თქვენ ილია მეორის მეშვეობით ეთაყვანებით. თუმცა დედა ღმერთს თქვენ ვერ ხედავთ და ვერც აღიარებთ. ის როგორც მტრედის სახით სულიწმინდად მონათლეთ. მაგრამ სულიწმინდასაც რომ თავისი არსი აქვს, მაგის აღიარება ძალიან გიჭირთ, მაგრამ არაუშავს მაგის დროც მოვა. და მოსულია მაგის დროც. სანამ მამა ღმერთი, თქვენი ელ იახვე, არ აღიარებს სულიწმინდის დედა ღმერთის არსებობას, მანამდე თამარ მეფის აკლდამას ძალიან გაუჭირდება გახსნა. ამიტომ ელ იახვე, რომელსაც ილია მეორე თავისი პირით გამოთქვას, რომ ღმერთის სახელი არის ელ იახვე და გაიხსენეთ, ეს არის 2 სახელი ელ იახვეო, ერთ-ერთ ვიდეოში რომ გიბრძანეთ თქვენი ილია, სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით უნდა მოხდეს ამ ელ იახვესთან დაკავშირება, რომ ელ იახვემ აღიაროს დედა ღმერთი. თუ ეს ასე არ მოხდება, მეგობრებო, მე პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ, რომ თავზე დაგენგრევათ ცადამიწა. ეს არც მუქარაა და არც შეშინებაა. ეს არის უბრალოდ ის, რაც უნდა მოხდეს. და აი მოხდეს, რადგან იესო ქრისტეს სიტყვები არის, ქვაქვაზე არ დარჩება, ამინ გეთქვ თქვენო. 2 ვარიანტი გაგაჩნიათ კაცობრიობას. სრულიად კაცობრიობას, არა მხოლოდ
ქართველებს სრულიად კაცობრიობას, სრულიად მასონობას და სრულიად ძალოვან სტრუქტურებს ვესაუბრები ეხლა მე. ორი საკითხი გაგაჩნიათ. ან აღიარებთ დედა ღმერთს და გადასცემთ ელიახვეს ძალაუფლებას, სულიწმინდას, სიტყვის ძალას, ან კიდე თავზე დაგენგრევათ ყველაფერი ის, რაც იესო ქრისტემ დაგიბარათ ასე კარგად. ორივე თქვენ დასასრულს წარმოადგენს და ორივე თქვენი დასასრულია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ როდესაც თქვენ დედა ღმერთს, სულიწმინდას აღიარებთ, თქვენ ამით რამე დაგიშავდებათ. ერთადერთი შეიძლება რაც დაგაკლდეთ, ეს არის ძალაუფლების უბრალოდ აღიარება, რომ ყველაფერი ეკუთვნის დედა ღმერთს. და დედა ღმერთი არ არის ისეთი, რომ მას დააჯდეს ზედ კვერცხივით და არ გაგინაწილოთ თქვენ ის, რაც დედა ღმერთმა შექმნა. და სულიწმინდა, რომელ კაცობრიობასაც სული ჩაბერა. მართალია სატანას ეს ფიცი ქონდა დადებული ღმერთთან, რომ ყველა სულს წაგართმევა გააჩნია ვინ ღმერთთან და რომელ ღმერთთან, მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღიაროს სატანამ, რომ ეს ვერ მოახერხა. ეს დამტკიცდა მეგობრებო 2000 წლის წინ, როდესაც ქრისტე აწვეს ჯვარს. სატანა დამარცხდა მაშინ, როდესაც თავის ფიცში, რომელი ფიციც დადო ღმერთთან, რომ ყველა სულ წაგართმევა, ვერ მოახერხა. და ეს იყო ძეღმერთი, რომელმაც შეძლო თავისი სულის ხსნა და რომელიც სულის ხსნის მეშვეობითაც იხსნა ყველა ის დანარჩენი სული, რომელსაც სოფიამ, სულიწმინდამ ჩაბერა სული. ჰაგია სოფია, რომელიც დღევანდელ თურქეთში იმყოფება, ერთ დროს სპარსეთში, უკაცრავად კონსტანტინოპოლში, რომელიც აშენდა სხვათა შორის ისევ და ისევ ქალის ინიციატივით, ჰაგია სოფიას ერთადერთი ფრესკა არის შემორჩენილი, სადაც დედა ღვთაებას მარიამ ღვთისმშობელს ხელი ვერ დააკარეს გუმბათზე. რატომ რომ თავად წარმართულმა ერებმაც კი იციან, რომ დედა ღვთაებას თუ შეეხებიან, მათ თავზე დაენგრევათ ყველაფერი. მას შესაძამე თუ სვანები აღიქვავდნენ თამარ მეფეს დედა ღვთაებად და ზოგიერთი მამაკაცური პოლიტიკის მაწარმოებელი ჯოჯოები ამას ვერ აღიარებენ, მოუწევთ აღიარონ, რომ თამარ მეფე იყო დედა ღვთაება და არის დედა ღვთაება. და მისი გამოჩენის დღესაც ეშინია ბოროტ ძალას. ამიტომ დალოგეს იგი 8 კლიტულით თუ 9 კლიტულით, მაგრამ მატერიალურ სამყაროს სულიწმინდა ისე ადვილად არღვევს, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ბოქლოვების და კრიტეების მატერიალური სამყაროს წარმომადგენელია. ჩათვალეთ, რომ აკლდამა გახსნილია და სულიწმინდას თავი დასტუკებული ყავს. დაგასტუკათ. სასაცილო აქ არაფერია თუ თქვენს მონად მორჩილ სატანის მსახურ ილია მეორეს თავად აუკრძალავთ ბოლო სიტყვის თქმას. აქ დედა ღმერთი არაფერ შუაში იქნება. აქ თავად იქნებით საკუთარი თავის გამწირველები და მკვლელები. ასე რომ ცხონებული ჯორჯაძე ერთ დროს ამბობდა, რომ იუდამ თავი ყუნწში აღარ უნდა გაყოსო. მას შესაძამე მართალი იყო ჯორჯაძე, როცა ამბობდა, იუდამ თავი ყუნწში აღარ უნდა გაყოს. თვითმკვლელობაზე არ უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ სულიწმინდა აფრთხილებს მას. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. გაგიგიათ ალბათ ეს გამონათქვამი, ხო? ხო და ახლა ორი თვეღა დაგრჩენიათ იმისათვის, რომ კარგად დაფიქრდეთ, რას აკეთებთ.
დაფიქრდით, რას აკეთებთ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ საკითხს, რომ თამარ მეფის აკლდამაში ან არავინ არ შევა, ან მხოლოდ სიტყვის ძალის წარმომადგენელი შევა. თავად სულიწმინდის გზავნილი. და თუ სულიწმინდას ვერ აღიარებთ, მაშინ თამარ მეფის აკლდამასაც ვერ იხილავთ და ვერც თქვენ გადარჩებით. ახლა მე ვესაუბრე იმ წარმომადგენლებს, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები თავის ძალაუფლების ხელთ ყავთ მოქცეული და რომელ ძალაუფლების ქვეშაც ილია მეორე ყავთ მოქცეული. სამწუხაროა, მაგრამ თქვენს შვილებს თავად არსებთ პატივს. ამსახურეთ ამდენი ხანი და მის სიტყვას პატივს არ სცემთ. ასეთია იახვეს პატივისცემა თავისი შვილების მიმართ. ასეთია იახვეს დაფასება თავისი მსახურთა მიმართ. ასეთია თქვენი ღვაწლიც იახვეს მიმართ. არც ერთი ერთმანეთს არ სცემთ პატივს. ამიტომ ელოდება ნიკოლოზ ნარიმანი და ილია მეორე თამარის გამოჩენას თურმე. რატომ? განა თვითონ ვერ მოაგვარებენ საქმეს? როგორც შენ სულიწმინდის გარეშე საქმე ვერ გვარდება. რაც არ უნდა ძლიერი იყოს მათი სიტყვა, მათი ქმედება, მათი არსი. სულიწმინდის გარეშე ვერც ილია და ვერც ნიკოლოზი აგვარებს საქმეს. მაშასადავე თავად ნიკოლოზის მრევლს, თავად ილია მეორეს მრევლს და თავად იახვეს მოუწევს სულიწმინდის დანახვა და აღიარება. მაშ მოძებნე სად არის სულიწმინდა და რომელია სულიწმინდის გზავნილი. გაიგე, გაარკვიე და შემდეგ გადაწყვიტე ისე. ახლა კი გემშვიდობებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე. კვლავ თამარის აკლდამასთან დაკავშირებით.